საქართველოში თევზის წარმოების შემცირებას დარგის ექსპერტები ახალ რეგულაციებს უკავშირებენ. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს ქვეყანამ 17 ტონით ნაკლები თევზი აწარმოა, ვიდრე 2023 წელს. მთლიანობაში ბოლო 4 წელიწადში თევზის წარმოების კლებაა, თუმცა ამის პარალელურად ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ქართულ თევზზე დღითიდღე იზრდება. რა რაოდენობის თევზი აწარმოა ქვეყანამ, ბოლო მონაცემები და რამდენ მაღალი ხარისხისა ქართული წარმოების თევზ პროდუქტები, თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. საქართველოში თევზის წარმოება ზედიზედ მეოთხე წელია მცირდება. 2021 წლიდან დღემდე კლება დაახლოებით 14% შეადგენს. როგორც საქსტატის აკვაკულტურის სექტორის ყოველწლიურ ანგარიში ვკითხულობთ, გასულ წელს საქართველოში 2452 ტონა თევზი აწარმოეს, რაც 17 ტონით ჩამორჩება 2023 წლის მონაცემს. წარმოების კლების მთავარ მიზეზად დარგის ექსპერტები ახალ რეგულაციებს ასახელებენ, რომელსაც აკვაკულტურის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს და რომელიც თავის მხრივ 2023 წლის მარტიდან ამოქმედდა. კანონის მიხედვით აკვაკულტურის წარმოებისთვის აუცილებელია გარკვეული ნებართვებისა და ლიცენზიების აღება და სწორედ მათ საფუძველზე საქმიანობის განხორციელება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ იმ წარმოებებმა, რომელთათვისაც ძირითადი საქმიანობა არ იყო ეს საქმე, ნებართვები არ აიღეს და შესაბამისად თევზის წარმოება შეაჩერეს, რაც აისახა კიდეც სტატისტიკურ მაჩვენებლებში. თუმცა მიუხედავად ამისა, სექტორში პროგნოზირებენ, რომ მომდევნო წლებში ქვეყანაში თევზის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რასაც თავის მხრივ ხელშეუწყობს საქართველოს აკვაკულტურის 2024-2028 წლების ეროვნული სტრატეგია. სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში აკვაკულტურის პროდუქტების წარმოების სულ მცირე 5-ჯერ გაზრდა, რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით თევზი იწარმოება. გასულ წელს ყველაზე მეტი თევზი, ანუ დაახლოებით 1000 ტონამდე კვლავ კახეთში აწარმოეს, მეორე ადგილზეა შიდა ქართლი, მესამე ადგილს კი გურია იკავებს. უნდა ითქვას, რომ წინა წელთან შედარებით თევზის წარმოება ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიზარდა, შიდა ქართლში კი ყველაზე მეტად შემცირდა. აღნიშნული დინამიკა, სადაც მაგალითად გასულ წელთან შედარებით მცირედი კლება შეინიშნება წარმოებაში, შესაძლებელია დაუკავშიროთ სამართლებრივი ჩავრჩოს ნაწილს და იმ რეგულაციების ძალაში შესვლას, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ეს დაკავშირებულია რეგისტრაციის, აკვაკულტურის ობიექტების რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და ნებართვების საკითხებთან, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ ადაპტირებადია წარმოება იმ რეგულაციებთან მიმართებაში, რომელიც კანონით არის განსაზღვრული და ამან მნიშვნელოვნად არ უნდა დაარტყას წარმოების ნაწილის ზრდას. ჩვენ ასევე როგორც იცით, შავ ზღვაში აკვაკულტურის ზონების ალოკაცია მოხდა, განსაზღვრა. შესაბამისად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს შესაბამის საინვესტიციო ჯგუფებთან მოლაპარაკებები და ასეთი ტიპის საინვესტიციო პროგრამების და მიმართულების განხორციელების შემთხვევაში უკვე მნიშვნელოვნად გვექნება შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ეს მაჩვენებლები. გაიზარდა წილი იმ მეურნეობებისა, რომლის მეპატრონოები იძახიან, რომ ეს მათი ძირითადი ბიზნესია. მაგრამ მიუხედავად ამისა არსებობს არაერთი მეურნეობა, რომელიც დამხმარე მეურნეობის ფუნქციას ასრულებდა, ანუ ოჯახს ან ჯგუფს, ხალხისას ქონდა სხვა ბიზნესი და ეს სანამ რეგულაციები არ შემოვიდოდა, ეს თევზის ბიზნესი იყო როგორც დამხმარე ბიზნესი. მას შემდეგ, რაც გახდა საჭირო გარკვეული რეგულაციების დაცვა, რაც საჭირო გახდა დაუშვათ რაღაც დოკუმენტების მომზადება, რაც ხარჯებთან იყო დამოკიდებული, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა მეურნეობებმა, ძირითადად მეურნეობებმა შეაჩერეს მუშაობა, იმიტომ რომ არ უღირდათ, ეს არ არის მათი ძირითადი საქმიანობა.
რაც შეეხება თევზის ფასებს საქართველოში, ასევე საქსტატის ანგარიშის თანახმად 2024 წელს ქვეყანაში თავად ფერმაში შეძენილი 1 კილოგრამი თევზის საშუალო ფასი 12 ლარი და 75 თეთრი იყო და სახეობების მიხედვით განსხვავდებოდა. მაგალითისთვის ყველაზე ძვირი ზუთხის სახეობა ღირდა და 1 კილოგრამზე 26 ლარს აღწევდა, ყველაზე იაფი კი თეთრი და ჭრელი სქელშუბლა იყო კილოგრამზე 6 ლარის ღირებულებით. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაშიც საუბარია ფერმაში შეძენილ თევზზე, რადგან სარეალიზაციო ქსელებში გასაყიდ თევზს სხვა ფასი აქვს. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში წარმოებული თევზი რიგ შემთხვევაში იმპორტირებულთან შედარებით ძვირი ღირს, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ამ სიძვირეს თვით ღირებულება განსაზღვრავს, რაც საკვების ფასის გამოა მაღალი, როგორც იცით, საქართველოში თევზის საკვების წარმოება თითქმის არ ხდება და ის იმპორტირებულია. რაც შეეხება მოხმარებას, დარგის წარმომადგენლების შეფასებით, ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ ქართველი მომხმარებელი უპირატესობას ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ანიჭებს. ექსპერტები ქართული თევზის ხარისხზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მისი მაღალი ხარისხი ლაბორატორიული კვლევებითაც დასტურდება და აქედან გამომდინარე ქართული აკვაკულტურის პროდუქცია სამომავლოდ საექსპორტო ბაზრებზეც შეძლებს გასვლას, თუ მოხერხდა და მისი ფასი კონკურენტუნარიანი გახდა. ქართული თევზი არის საკმაოდ მაღალი პოტენციალის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტო ბაზარზე. მისი თქვათ სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ტოვებთ აი ამ მოცემულობას, რომ ნამდვილად არის მაღალი პოტენციალი წარმოებაში. რა თქმა უნდა, თვითღირებულებას განსაზღვრავს ის თქვათ წარმოების პროცესში ის ოპერაციები, რომელიც არ არის იაფი, თქვათ შეიძლება იყოს თვითონ აკვაკულტურის ობიექტის მოწყობასთან, წყალსატევების მოწყობასთან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საჭიროებებთან შესაბამისად მას შემდეგ რაც ნელ-ნელა თქვათ მასშტაბები გაიზრდება წარმოების, ამან გარკვეულწილად უნდა დააბალანსოს მათ შორის ეს ფასი. ხარისხთან მიმართებით პრობლემები არ ქონია. აქ სხვა საკითხია. საკითხი უნდა განვიხილოთ სხვა კუთხით. კონკურენტუნარიანობა თვითღირებულებიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ თუ საერთაშორისო ბაზარზე გავედით, უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი და ჩვენი მთელი ძალისხმევა უნდა მიდიოდეს იქეთკენ, რომ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი შევხვდეთ იმ პერიოდს, როდესაც შეგვეძლება აკვაკულტურის პროდუქცია გავიტანოთ გარეთ. ჯერჯერობით თქვენც როგორც იცით, ჩვენ შავი ზღვის თევზის გატანის უფლება გვაქვს ქვეყანას, მაგრამ აკვაკულტურის პროდუქციის გატანის უფლება ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ საუბრის ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში აკვაკულტურის ყველაზე მეტი მეურნეობა, ანუ თითქმის 22% სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონშია რეგისტრირებული, მეორე ადგილზეა კახეთი, მესამეზე კი შიდა ქართლი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყანაში აკვაკულტურის 90%-იანი წილი ოჯახურ მეურნეობებზე მოდის, 10% კი საწარმოებზე. ძალიან დიდი მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.